ევროპაში ყველაზე თანამედროვე ახალი ტიპის ტექნიკურად აღჭურვილი მღვიმე, სინათლის, მუსიკისა და ლაზერული შოუს სინთეზი. საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ კომპლექსში ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა. სათაფლიაში მღვიმის მიმდებარე 3 კილომეტრიანი რადიუსის მხატვრულ გაფორმებაზე უკვე მუშაობენ გერმანელი დიზაინერები. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე პრომეთეს მღვიმეში 4 ფენაა წარმოქმნილი. მისი დათვალიერება ტურისტს შეიძლება როგორც საფეხმავლო ბილიკით, ასევე ნავებით. ადგილმდებარეობა საშუალებას იძლევა ამავე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა კიდევ რამდენიმე მღვიმეში განვითარდეს, სადაც დაიგეგმება ველური სპელეოლოგია. ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ მღვიმეში კი ტურისტებს რამდენიმე დღიან ტურსაც შესთავაზებენ. იქნება სპალეოდაივინგი, ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული ექსტრემალური სპორტის სახეობა. ასმით დაავადებულები კი სტელეოთერაპიით ისარგებლებენ. პრომეთეს მღვიმის ტერიტორიიდან ხვამლის მთა მოჩანს, რომელზეც ლეგენდის თანახმად პრომეთე იყო მიჯაჭვული. მღვიმეში რეაბილიტაცია მომავალი წლისთვის დასრულდება. სამუშაოები სათაფლიაში მთავრობის ხდომის შემდეგ პრეზიდენტმა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.